მე ადრე მქონდა მაგასთან კამათი და უთხარი რომ შენ ხარ იუდა ისკარიოტელის პოზიციაზე მეთქი ამას დიდი შეშფოთება მოყვა ადრე მაშინ როგორ აკადრაო ხდელმაო მაგასო მაგრამ მეწოდება მე მაგი რა თქმა უნდა მაგრამ ახლა კაცი რომელიც ეკლესიას ამხელს და მთელი მისი ცხოვრების მანძილზე იყო სააკაშვილის სიამის კატა სრულიად სიტყვის მნიშვნელობით სააკაშვილის და მისი ცოლის და მისი კლანის სიამის კატა ის ამბობს პატივსაცემ სასულიერო პირებზე ოქროს თევს ამბობს და თვითონ აი ამ მოვლენაში უკვე ისე გახარებულია ნახეთ მისი სახე როგორ ისე გრძნობს თავს როგორც წყალში ოქროს თევზი გესმით და მის სიმაზეა მოწყობილი ყველაფერი გესმით რაშია საქმე და მე მგონია საზოგადოებრივ მოხელეები ამ ამბავს მიხვდებოდნენ თვითონ და საიდან მოდის ეს ამბავი საიდან მოუწყოს საიდან მოდის მამალევან თქვენ ამბობთ რომ თქვენი გული არ გეუბნებათ რომ მამა გიორგი მამალაძე არის დამნაშავე რას გეუბნებათ თქვენი გული საიდან მოდის ეს ყველაფერი რის თქმა გინდათ ამით აი რაც მე ვთქვი მე ვამბობ ჩემი ამ ტელევიზიიდან მიღებული ანალიზის შედეგად მე რაღაცა ვიღაცებს ბრალს კი არ ვდებ ანალიზის შედეგად თუმცა თქვენ თქვით რომ წლების წინ თქვენ უთხარით მამა პეტრეს აი გარკვეული სიტყვები რაც ეხლა ამ წუთას თქვენ გაიმეორეთ ანუ წლების წინაც იყო მსგავსი სიტუაცია ეკლესიაში დაპირისპირებები იყო სუფრაზე ეს სვეტი ცხოვლობის დღესასწაულზე იყო და სუფრაზე ესეთი რაღაცა წალაპარაკება მოგვივიდა ჩვენ ერთმანეთთან და არცველოდი ესმის მე არცველოდი ამ წალაპარაკებას და მე მაგისთვის წამოსაძახებლათაც არ მინდოდა გესმის იმიტომ რომ შეიძლება ზოგიერთი სასულიერო პირი რომელიღაცა პოლიტიკურ მოძრაობას ხარს უჭერს რომელი არ უჭერს მაგრამ ამით მე მის სულიერებას არ ვაყენებ შეურაცხყოფას მაგრამ აქეთ გადმოვიდა ჩემსკენ გესმის შეურაცხყოფი და მე ვუთხარი ბიჭო შენ ხარ იუდა ისკარიოტელი მეთქი გესმის იმიტომ რომ მთელი მისი ცხოვრება მთელი სააკაშვილის პერიოდი ეს იყო სააკაშვილის სიამის კატა ეს არ უშვებდა ღვთლებს იქ რომ ეკადაგათ რომ არასწორად იქცევა სააკაშვილი და ეხლა რომ ბოლოდინები რა გვარია ეცხონებული მე ვიცნობდი მას და მეს პატიმრობაში ვნახე როცა და ეხლა რომ ხომა გადაუდგა იმას ეს მართლა ბოლანასტრედინი თუ მაშინ კაცი იყო სააკაშვილს რატო არ უთხრა სააკაშვილის ბოგინობის ჟამი რო იყო სააკაშვილს რატო არ უთხრა რომ ესე ექცეოდა მოიმას და ეხლა გამოიყვანა ეს ამბავი თითქოს ჩვენი ეკლესიის ჩვენ თურმე ესე იგი იქ მოლაშვილის სახში ქონდა გახსნილი ბარდელი გესმის ეს ნაძირალა რევს ლაპარაკობს გესმის რასაკეთებს ეს ნაძირალა აი თქვენ ბაღნობაში თუ გაქვს წაკითხული მოლანასტრედინი აი შეხედეთ სახეზე ბლესტი აქვს პირდაპირ ბლესტი მწუხარების არავითარი ნატამალი არ ატყვია ბლესტი აქვს სატანური ანგელოზებრივი ბლესტი